გამარჯობა. დღეს ჩვენი სტუმარია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი ქალბატონი ეკა ეკალაძე. გამარჯობა ქალბატონი. გამარჯობა, მოგესალმებით. თუ შეიძლება მოგვაწოდეთ ინფორმაცია, მოკლე ინფორმაცია, ისტორიული რაკურსი თქვენი პროგრამის შესახებ და რა მთავარი მისია აქვს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფუნქციონირება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაიწყო 2013 წელს, თუმცა მას წინ უძღოდა დიდი მოსამზადებელი სამუშაოები. და ეს სამუშაოები იყო ნამდვილად საერთაშორისო, იმიტომ რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლას შორის არსებული ხიდის და ურთიერთობის ფარგლებში დაიგეგმა ასეთი დიდი პროექტი. სანამ უშუალოდ თვითონ პროგრამაზე და მის განვითარებაზე ვისაუბრებ, აუცილებლად უნდა ვთქვა ამ პროგრამის იდეის ავტორი, სულის ჩამდგმელი და სიცოცხლის ბოლომდე მასზე მზრუნველი პროფესორი კენ ვოკერი, რომლის სახელს უკავშირდება ძალიან ბევრი რეფორმა საქართველოში, მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა ქვეყნებთან ჩვენ როგორც ქვეყანამ დავიწყეთ ურთიერთობა. რა თქმა უნდა, პროფესორი ვოლკერი არ იყო მარტო ამ საქმეში, მას ამერიკის მხრიდან, ემორის უნივერსიტეტის მხრიდან მხარს უჭერდა მთელი პლეიადა პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის, თუმცა ასევე უნდა აღვნიშნოთ ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელიც იმჟამად უკვე ემორის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, არჩილ უნდილაშვილი, რომელიც დღემდე აგრძელებს ამ პროგრამის მხარდაჭერას, სიახლეების შემოტანას, მის განვითარებაზე ზრუნვას და ზოგადად ძალიან უწყობს ხელს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ მოგვიწია, რომ პროგრამა, რომელიც ფაქტიურად ემორის უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამა იყო, მოგვერგო საქართველოს რეალობას. კი ბატონო. გაგვეთვალისწინებინა ის რეგულაციები, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობდა, ევროპული სტანდარტებისთვის მოგვერგო, ამიტომაც აი როგორც ცოცხალი ორგანიზმი ამ 12 წლის განმავლობაში პროგრამა ვითარდება, ყოველწლიურად იხვეწება, ახალი კურსები ემატება, რაღაცა ახალი ჩდება, ანუ მუდმივად დუხს ამ პროგრამის ცხოვრება დღემდე. ამ მოკლე დროის განმავლობაში თქვენი პროგრამა, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა, რამ განაპირობა ეს სოდენ დიდი წარმატება. ძალიან მიხარია და სიამაყით აღნიშნავ, რომ აი ამ მცირე ხანში ამ პროგრამამ მოიპოვა დამსახურებული პოპულარობა და აღიარება. მოდით ასე ვთქვათ. ჩვენ ვიღებთ სულ 20 საქართველოს მოქალაქეს და აი მაგალითად შარშან იყო მაქსიმუმი კონკურენციისა და ერთ ადგილზე დაახლოებით პირველ ადგილზე შემოხაზულ აბიტურიენტთა მონაცემების მიხედვით ერთ ადგილზე 9 სტუდენტი, ანუ 1/9-თან იყო ფარდობა, რაც ყველა სხვა პროგრამასთან შედარებითაც და ჩვენი პროგრამის ისტორიაშიც იყო მაქსიმუმი. თქვენთან ჩარიცხულ სტუდენტებს, წელს ჩარიცხულ სტუდენტებს რა სასწავლო გარემო, აკადემიური გარემო დახვდებათ და რა ძალიან ხშირად აინტერესებს ხოლმე ვინ ასწავლით. აკადემიური პერსონალი, მოწვეული პერსონალი, რომელიც ამ პროგრამაზე მუშაობს, არის საოცრად მოტივირებული, უაღრესად კომპეტენტური და განვითარებაზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა, პროგრამის განვითარება გულისხმობს იმას, რომ მას ჩართული პერსონალის ძალისხმევა იდება ამაში, თვითონაც ვითარდებიან როგორც პროფესიულად, ასევე პერსონალურად. ამიტომ აი ამ აკადემიური პერსონალის, ანუ პროფესორ-მასწავლებლების განვითარება ფეხთაფეხ მიყვება პროგრამის განვითარებას. უნდა აღვნიშნო აქვე ემორის ჩართულობა და ხელშეწყობა, რასაც უდიდესი ადგილი უკავია ჩვენი პროგრამის წარმატებაში. ემორის უნივერსიტეტი, მისი აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაციულიც პროგრამის იდეიდან იმპლემენტაციის ჩათვლით და დღემდე მონაწილეობს პროგრამის განვითარებაში. ემორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები წელიწადში მინიმუმ 2-3 ჯერ
საქართველოს ჩამოდიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და აი იმ აქტივობებში, რაც აღნიშნე, აქტიურად მონაწილეობენ. ზოგჯერ თავად გეგმავენ, უმეტესად ჩვენი საჭიროებების მიხედვით და ერთად გეგმავთ. მხოლოდ ეს არ არის ცალმხრივი, რა თქმა უნდა, ჩვენი აკადემიური მოწვეული პერსონალი ასევე მიდის ემორის უნივერსიტეტში, რომ განსაკუთრებით საუბარი მაქვს, თქვათ, კლინიკურ ეტაპზე ჩართულ აკადემიურ პერსონალზე, რომლებიც იქაური კლინიკური გამოცდილების გაზიარებისთვის მიევლინებიან ხოლმე ემორის უნივერსიტეტში. აქვე მინდა კითხოთ კლინიკური როტაციების შესახებ. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, თქვენ სტუდენტებს აქვთ საშუალება უმრავლესობას, თუ ყველას არა, კლინიკური როტაციები, ეგრეთ წოდებული კლერკშიფები გაიარონ ემორის უნივერსიტეტში. დიახ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროექტი არის, ასევე ძახით კლერკშიფები ემორისში, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის. კლინიკურ ეტაპზე მყოფი უფრო მეხუთე, მეექვსე კურსის სტუდენტების ძალიან დიდი ნაწილი ემორის უნივერსიტეტში მიემგზავრება და იქ გადის კლინიკურ როტაციებს. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომია ერთი პირობით, რომ მათ უნდა ჰქონდეთ აუცილებლად ჩაბარებული ამერიკის შეერთებული შტატების სალიცენზიო გამოცდების პირველი ეტაპი, აი ეგრეთ წოდებული USML-ი პირველი საფეხური. რაც ჩვენ კლინიკური სწავლება დავიწყეთ, 160 პირველ საფეხურს ჩაბარებული ყავს. ამათგან უმეტესობას გავლილი აქვს უკვე კლერკშიფი, ანუ ვისაც კი მოუწია ფაქტიურად ყველამ გაიარა. არიან მეხუთე კურსელები, რომლებსაც ჯერ არ გაუვლიათ, მაგრამ აუცილებლად გაივლიან. კი ბატონო, აქ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო ერთი ძალიან სასარგებლო რამ სტუდენტებისთვის, რომ კლერკშიფების გავლა ემორისში ჩვენს, ანუ TSSU-სა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენი სტუდენტებისთვის არის უფასო. ძვირფასო აბიტურიენტებო, შეგახსენებთ, რომ ამერიკის სალიცენზიო გამოცდის ორი საფეხურის ჩაბარება ნიშნავს იმას, რომ მათ შეუძლიათ ამ გამოცდა ჩაბარებულებს სწავლა გააგრძელონ ამერიკის შეერთებული შტატების რეზიდენტურაში, ხოლო მესამე საფეხურის ჩაბარება ეს ნიშნავს იმას, რომ მას უკვე ლიცენზირებული ექიმად შეუძლია მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქვე მინდა ქალბატონმა ეკამ გაგვაცნოს ის უპრეცედენტო შედეგები, რომელიც წელს მარტის ბოლოს მივიღეთ ჩვენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. კი ბატონო, სიამოვნებით. ვინაიდან ამერიკული პროგრამა ქვია, მაყურებელმა ისე არ გაგვიგოს, რომ მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით გვაქვს ეს გეზი აღებული. ეს არის საერთაშორისო პროგრამა. 220 კურსდამთავრებული ყავს დღემდე. ამ 220-დან 55 კურსდამთავრებული არის ამერიკის შეერთებული შტატების რეზიდენტურაში. ანუ დაახლოებით 25%, ანუ 1/4 სტუდენტების არის რეზიდენტურაში. ამ რიცხვიდან თქვენ ნამდვილად ბრძანეთ, ძალიან გაგვახარეს ამ შედეგებით ჩვენმა კურსდამთავრებულებმა. უპრეცედენტო რაოდენობა ჩაირიცხა ამ რეზიდენტურაში ამერიკის შეერთებული შტატების და ეს არის 16. წელს ასევე უპრეცედენტო არის ჩვენთვის მეოთხე კურსელთა მიერ ამ სალიცენზიო გამოცდების პირველი საფეხურის ჩაბარების მაჩვენებელი. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კურსდამთავრებულებს რა კარიერული პერსპექტივები გააჩნიათ, დასაქმების შესაძლებლობა და ძირითადად აი რა გეოგრაფიული არეალი. პროგრამის შედეგები ვახსენე რამდენჯერმე და ეგ ერთ-ერთი საზომი შეიძლება იყოს. ჩვენი სტუდენტები რეზიდენტურაში არიან კანადაში, გერმანიაში, ავსტრიაში, ინდოეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და ასე შემდეგ. ანუ საქართველოში, რა თქმა უნდა, ანუ საკმაოდ ფართო არეალი გვაქვს მოცული. ან კარიერული განვითარების მხრივ ასევე მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ რეზიდენტურით არ შემოიფარგლება ასევე მათი კარიერული შესაძლებლობები, ისინი ანუ მხოლოდ კლინიკური მიმართულებით კი არა, ჩვენი კურსდამთავრებულების გარკვეული ნაწილი არის
კვლევითი მიმართულებით დაინტერესებული და მათი არჩევანი ნაწილის აი ამ სტუდენტების ასევე ამერიკაზეა შეჩერებული, ანუ გარდა იმისა, ვთქვათ, კლინიკური მიმართულებით რეზიდენტურაში მიდიან, ჩვენი სტუდენტების ნაწილი ამერიკაში კვლევის მიმართულებითაც აგრძელებს თავის კარიერას. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი თქვენს პროგრამას, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას, კურიკულუმს, ანუ სასწავლო პროგრამის გარეთ აქვს ეგრეთ წოდებული პროგრამის გარე აქტივობების ძალიან ფართე დიაპაზონი, თუ შეიძლება 2 სიტყვით ამის შესახებაც რომ გითხრათ. კი, ისეთი საინტერესო დაკვირვება არის, რომ როდესაც ჩვენ ეს პროგრამა დავიწყეთ, ჩვენი სტუდენტების პროგრამის გარე აქტივობები საკმაოდ ნაკლები იყო. ძირითადად იყვნენ ორიენტირებული სწავლაზე, დრო არ გავაცდინოთ, თუმცა ყოველ წელს ეს მიდგომა იცვლება და შემიძლია გითხრათ, რომ პროგრამის გარეშე აქტივობები ჩვენი პროგრამის სტუდენტების ჩართულობით პროგრამაში დუხს. შექმნილია არიან ძალიან მოტივირებულები, ძალიან ინიციატივიანები. ფაქტიურად დღე კვირა არ გავა, რომ რამე ახალი ინიციატივა არ ჰქონდეთ. შექმნილი აქვს სხვადასხვა სახის კლუბები, ხელოვნების, სპორტის მიმართულებით, სხვადასხვა აქვთ მაგალითად დებატების კლუბი, მენტალური განვითარების და ასე შემდეგ. ეხმარებიან ერთმანეთს, ინტერესთა ჯგუფები აქვთ შექმნილი, ძალიან საინტერესო სტუდენტური ცხოვრები ცხოვრობენ. და ბოლოს ქალბატონო ეკა, თქვენ გაქვთ სადღაც დაახლოებით 1 წუთი, რომ მიმართოთ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამით. ძვირფასო აბიტურიენტებო, გელოდებით ყველაზე მოტივირებულებს, მენტალურად და ფიზიკურად მომზადებულებს იმისათვის, რომ შეუდგეთ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამაში სწავლას, შრომას, გართობას და ამ ყველაფრის დაბალანსებას. ჩვენთან სწავლა არ არის ადვილი, თუმცა არ არის მოსაწყენი. ერთად ყველაფერს შევძლებთ. თუ გინდათ, რომ იყოთ ჩვენი პროგრამის სტუდენტი, გაიზიაროთ ყველა ის სიკეთე, რაც ამ პროგრამას აქვს და რის შესაძლებლობასაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ამ პროგრამით გაძლევთ, მაშინ უნდა შემოხაზოთ პირველ ადგილას დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა. გისურვებთ წარმატებებს. მე შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუმარი გახდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი ქალბატონი ეკა ეკალაძე. დეტალური ინფორმაციისთვის და მეტის გასაგებად კი გთხოვთ მობრძანდეთ 7 ივნისს 11 საათიდან ღია კარის დღეზე, რომელიც გაიმართება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მისამართი ვაჟა-ფშაველას 33. გელოდებით.